მოკლული 28 წლის პედაგოგის გიგა ავალიანის საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგის სხდომა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. სხდომას გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძეც ესწრებოდა. კუპატაძის თქმით, დასკვნითი სიტყვის მოსმენამისთვის იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ დარბაზის დატოვება მოუწია. როგორც გარდაცვლილის დედა მედიასთან თქვა, ერთ-ერთ ბრალდებულს ალექსანდრე გაბაშვილს ტელეფონში ძალადობის ამსახველის სრული ვიდეო მასალა ჰქონდა შენახული. მე გიგა ავალიანის დედამ დღეს ვიყურე როგორ მოკლეს ჩემი შვილი და ვამბობს სიტყვას, მაგრამ ამას იმიტომ ვამბობ, რომ იყო შემდეგ ბოლო ნაწილში ის ვიდეო გაშვებული, რაც მე ნანახი არ მქონდა. ფილმი მქონდა ალექსანდრე გაბაშვილის ტელეფონში, ფილმი მქონდა აი ამ ძალადობებზე და რამდენი წუთი მიმდინარეობდა ეს ფილმი, არ ვიცი, მე ამას გარედან ვუყურებდი. ამას რძენი იყო. ამათი გამოსწორება არ იქნება. ციხეს მაშინა გააზრი, წლებს მაშინა გააზრი, თუ კი ის გამოასწორებ. ბრალდების მხარემ წარადგინა თავისი დასკვნითი სიტყვა გიგა ავალიანის შემთხვევის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით და იმ მრავალ ეპიზოდიან ძალადობებთან დაკავშირებითაც, რომლებიც ასევე ბრალადებოდა წარმოდგენილ ბრალდებულებს. მოგეხსენებათ, რომ ეს იყო ძალიან ინფორმატიული, მოცულობითი და შინაარსიანი სიტყვა, ვინაიდან აღნიშნულ მტკიცებულებებს განხილვისას სასამართლო დარწმუნდა და არავის გაუჩნდება უსამართლობის შეგრძნება, მათ შორის აღარც ბრალდებულებს, აღარც მათი ოჯახის წევრებს, აღარც მართლმსაჯულების განხორციელებულ ორგანოს და აღარც დაზარალებულს, თუ რატომ უნდა დაისაჯონ ეს არასრულწლოვნები ჩადენილი დანაშაულის გამო. სწორედ იმ კვალიფიკაციით, იმ ბრალდებისთვის და უნდა მიიღონ სასჯელის უმაღლესი ზომა, რომელსაც ისინი საკუთარი ქმედებიდან გამომდინარე იმსახურებდნენ. გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს, მათგან ალექსანდრე გაბაშვილს. სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლის მეორე ნაწილით წარადგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376 მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული. არსებული ინფორმაციით ახალგაზრდა მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 4 არასრულწლოვანიდან 2-ს ბრალდება დაუმძიმდა.